იესო ჩუმად არის შაბათს. ქალებმა სურნელებან ისცხეს მის სხეულს. ის იოსებ არიმათიელის კუთვნილ სამარხში დაასვენეს. ქრისტეს სხეული ისევე მდუმარეა, როგორც მის სამარხზე დადებული ლოდი. მან ბევრი რამ თქვა პარასკევს. ის მონებს მიანიჭებს თავისუფლებას კვირას, მაგრამ შაბათს იესო დუმს მამა ღმერთიც. იესომ თავისი ხმა გაგვაგონა პარასკევს. ღმერთმა ტაძრის ფარდა გახია, გახსნა მკვდართა სამარხები, მიწა შეარყია, მზე დააბნელა და თავისი ძე მსხვერპლად შესწირა. დედამიწამ ბევრი გაიგონა ღმერთისგან პარასკევს. შაბათს არაფერია. იესო დუმს, მამა ღმერთიც დუმს. შაბათი მდუმარეა. პარასკევსა და კვირაზე ბევრს ვსაუბრობთ. შაბათს ყურადღებას არ ვაქცევთ, თითქოს არც ყოფილიყოს. ჯვარცმა და აღდგომა იპყრობს ჩვენს ფიქრებს, თუმცაღა ნუ უგულებელყოფთ შაბათს, მდუმარე შაბათებს. შაბათის მდუმარება გვაწამებს. ღმერთმა იცის, რომ იესო სამარხშია და მაინც რატომ არაფერს მოიმოქმედებს იგი. როცა კვდებოდა, იესო ფიქრობდა, ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმინდას ხრწნილების სახილველად. იესო მიცოდა, რომ ღმერთი მას სამარხში არ მიატოვებდა. თქვენც უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი მარტოს არ დაგტოვებთ თქვენს ბრძოლათა წინაშე. მისი მდუმარება არ ნიშნავს მის არყოფნას. უმოქმედობა აპათია როდია. შაბათებს თავისი მიზანი აქვს. მათი მეშვეობით ვგრძნობთ ღვთის ძალის სრულ სიძლიერეს. ღმერთს თავისი ძე რომ სიკვდილიდან 15 წუთის შემდეგ აღედგინა მკვდრეთით. სათანადოდ დავაფასებდით ამას. ღმერთს რომ მეორე დღესვე მოეგვარებინა თქვენი პრობლემები. სათანადოდ დააფასებდით მის ძალას. ღმერთს აქვს მიზეზები, რომელთა გამოც მან შაბათი პარასკევსა და კვირას შორის მოათავსა. თუ დღეს შენს ცხოვრებაში შაბათია, გამოიჩინე მოთმინება მის მსგავსად, ვინც აიტანა მდუმარე შაბათი და ვინც წერს. ამიტომ ძმებო, სულ გრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე.